პირდაპირ ეთერში დაბრუნდა რეაქცია და მივესალმები ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შავა ნათელაშვილს. დიდი მადლობა ბატონო შავა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მინდა თქვენთან საუბარიც დავიწყო იმ თემით, რომელიც დღის ბოლოს გამარჯობა ინგა, სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მინდა კიდევ ერთხელ დიდი გულისწყრუველი გამოვხატო ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო. ეს პირველი პრეცედენტია, როცა მისი გარდაცვალების შემდგომ მიწევს თქვენ ტელევიზიით გამოსვლა. კიდევ ერთხელ უთხრა სამძიმარი მის ოჯახს, კოლეგებს და მთელ საქართველოს ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო შავა, მე ვიცოდი თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ და ვიცი რამდენად გულწრფელად განიცადეთ პირადად თქვენც მისი გარდაცვალება. კიდევ ერთხელ მეც გიერთდებით და დიდი მადლობა. ვიბნევი ხოლმე ყოველთვის, როდესაც ლევანზე ჩემ და უნებურად მიხდება ხოლმე გადაცემებში საუბარი. მადლობა თქვენ და შევეცდები ეხა გადავიდე სხვა თემაზე. ძალიან რთულია ყოველთვის ამ თემის შემდეგ ნებისმიერი სხვა კითხვა დავსვა ჩემთვის ამ სტუდიაში და მაინც შევეცდები. მე მინდა თქვენთან ლევანს ეხერხებოდა ასევე კითხვების დასმა, ასე რომ კი ბატონო, თქვენი ერთ-ერთი ბოლო ეთერი იყო მასთან მის გარდაცვალებამდე, ნახე ეს ეთერიც ძალიან საინტერესო. შევეცდები რამენაირად ეხლა გადავერთო სხვა თემაზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან რთულია პირადად ჩემთვისაც ეს. ბატონო შავა, დღის ბოლოს გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც მე თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო. შეტევა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა მის მოადგილეზე ეროვნული ბანკის მხრიდან გაკეთდა მოთხოვნა, რომ გადადგნენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე. თქვენი დამოკიდებულება ბანკების მიმართ ჩემთვის და მაყურებლისთვის ცნობილია. მაინტერესებს პოლიტიკურ ენაზე როგორ შეფასებას მისცემთ იმ ყველაფერს, რაც ხდება ამჯერად მამუკა ხაზარაძის თავს. კი ბატონო. ხდება სრულიად ლოგიკური რამ, რაც სოფლიო ორგანიზებული დამნაშაობის პრაქტიკაში ჩვეულებრივი ამბავია. ოლიგარქიული ბაბილონის გოდოლი ინგრევა, ის კდება შუაზე და მსხვილი ოლიგარქები, სადაც ერთ-ერთი მთავარი პოლუსი, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილი, გადავიდნენ სხვა ასევე მსხვილი ოლიგარქების დანგრევაზე და შეჭმაზე. და სხვათა შორის ხალხის ფსიქოლოგია და განწყობა ივანიშვილმა კარგად იცის, ეს არაერთხელ დაამტკიცა და შესაბამისად მოეხსენება, რომ ხაზარაძის და ჯაფარიძეების მიმართ არანაირი სიმპათია მოსახლეობაში არ არის, მხოლოდ მათ მიმართ არის აგრესია. და შესაბამისად აი ამ ფონის გამოყენება უნდა არა იმისათვის, რომ ბანკები გახადოს ადამიანური, პროცენტი, მისაღები, ბინიდან გამოსახლებები, ვაება, უბედურებია, თავის მოკლები დამთავრდეს საბანკო ინსტიტუტების გამო და ბანკები გადაიქცეს ქვეყნის განვითარების, ბიზნესის ფეხზე დადგომის საფუძვლად. ეს კი არ უნდა ბიძინა ივანიშვილს. მას სურს მიიტაცოს TBC ბანკი თავისი დეპოზიტებით, აქტივებით, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გატანილი სიმდიდრითაც, რომელიც სხვათა შორის უკვე ახლა აქციები დაეცა 6%-მდე, ახლა ბოლო წამების მონაცემებია, აი ამ შეტყობინების შემდგომ, მას უნდა ისევე ჩაიგდოს ხელში TBC ბანკი თავისი მილიარდიანი სიმდიდრით, როგორც ეს გააკეთა Liberty ბანკზე, როდესაც ხელში ჩაიგდო პენსიონერებს ემსახურებებს ბანკი მოგეხსენება და იქ მილიარდები ტრიალებს და პენსიონერები სოდვით ცხოვრობენ. აი ამ ბანკის ფლობელები და მათ შორის ტელეკომპანია იმედის დირექტორი ნაძირალა ამერიკის მოქალაქე რუხაძე. რომელსაც ეხლა მე არ გამოვირჩევი მის მიმართ დიდი სიყვარულით, სრულიად გულწრფელად გეუბნებით, მაგრამ გთხოვთ, რომ კორექტულობის ფარგლებში არა, სიყვარულით კი არა, ეს არის პიროვნება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად ძალიან მალე დაждდება საბრალდებო სკამზე. ეს არის სუბიექტი, რომელმაც გაძარცვა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, მიითვისა მისი ქონება, მიუტანა ეს აქციები და დეპოზიტები ბიძინა ივანიშვილს, დაიწყა ჩვენი პენსიონერების მილიარდიანი ბანკი და პენსიონერებზე პროცენტიანი სესხების გაცემაში აღნიშნული ინსტიტუტი გახდა სოფლიო ჩემპიონი და ჩვენი ბებიები და ბაბუები და პაპები ამიტომ იხოცებიან და ამიტომ ილევიან და დნებიან, რომ აი ამ ბანკის კაბალაში არიან. ჯერგერთი ამას პენსია არ ქვია, რასაც აძლევენ და ის რაც გაიცემა ვაიამ გაცემას და ვაიმ პროცენტებს რა დღეში ჩვენი უფროსები ჩააგდეს ამათ და აი ეს იგივე მეორდება, რაც Liberty ბანკთან გააკეთა ამ პიროვნებამ, იგივე უნდა გააკეთოს ახლა TBC ბანკთან და ნუ არ თუ მისი ქონება დღეს ჩვენი ინფორმაციით ობიექტურად შეადგენს 25 მილიარდ ამერიკულ დოლარს,
აი ამ ბანკის დამატებით გადაცილდება 30 მილიარდს და შესაბამისად მის გულში, მის ჯიბეში დაივანებს მარადიული გაზაფხული და წყალკოტი, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ხალხის სისხლის და ცხენების ხარჯზე. თუმცა აქ ორი მომენტი მინდა ასე ვთქვათ განვიხილო მოკლედ რაც უკავშირდება TBC ბანკს, აქ არის საშინაო და საერთაშორისო ფაქტორები, საშინაო ფაქტორზე გითხარით უკვე რომ კრიმინალებს და ორგანიზებულ მაფიას შორის ატეხილი ბრძოლის ანარეკლეის რაც აქ ხდება, მაგრამ საგარეო მომენტი დაემატა აღნიშნულს. მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილი პუტინმა პირდაპირ შემოგვიყვანა კრემლმა საქართველოში ტროას ცხენივით, აი როგორც იმ ანტიკურ ქალაქში ტრებმა შეიტანეს აჩუქეს ცხენივითომ, შუაღამისას გაიხსნა ცხენის მუცელი და გადმოვიდნენ ჯარისკაცები და დაიკავეს აუღებელი ქალაქი. აი ესეთი ტროას ცხენი შემოგვიგდო კრემლმა და შესაბამისად მას აქვს თავისი დავალებები. დავალებები აქვს მას რომ ოკუპაციას ხელი შეუწყოს, დავალებები აქვს მას რომ აფხაზეთზე და ცხინვალზე ახლა გზას ხსნიან და სომხეთის მიმართულები და ირანის მიმართულების ტვირთების გატარება იწყება. დავალება აქვს იმისა რომ აგერ გაზპრომისის გავხდეთ ისევ მონები და ისევ შემოყავთ გაზპრომი, რომელიც მძლივს გავიდა აქედან, რომელიც ბობოქრობდა და ასევე დავალება აქვს მას, რომ არ მოხდეს ანაკლის სპორტის მშენებლობა. ეხლა ანაკლის სპორტი არ არის საბარგო დანიშნულების. ანაკლის სპორტი შეიძლება უკავშირდებოდეს, აი მთელი ეს ბოლო პერიოდის დაპირისპირება მამუკა ხაზარაძეს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ეს დავალება პირდაპირ მოსკოვიდან რომ ანაკლის სპორტი არ აშენდეს. ეხლა ეს შეიძლება ახალგაზრდათაობამ ისე ფართოდ არ იცოდეს, საბჭოთა კავშირის დროს შავ ზღვაში ერთადერთი აკვატორია იყო ანაკლია ოჩამჩირე, სადაც შეიძლებოდა საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავები შემოსულიყვნენ, ან რეიდზე დამდგარიყვნენ, ან წყალქვეშ გაჩერებული იყვნენ, იმიტომ რომ ნაპირიდან ძალიან მალე იწყება ჩაღრმავება, ბუნებრივი დაღრმავება. შესაბამისად, ეხლა რუსეთს კარგად მოეხსენება, რომ იქ როცა გაიხსნება ანაკლის სპორტი, რა თქმა უნდა, ნატო და ჩვენი დასავლეთელი პარტნიორები მას გამოიყენებენ სამხედრო მიზნებითა და სავსებით სწორად. მათ უნდა იცოდე, რომ სანამ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, რუსეთის თავზე არ იქნება სიმშვიდე და მშვიდობის მტრედები არ იფრენენ. არ იფრენენ. მათ წარედ გადაეხდება თვითოული გამწარებული გლეხის, თვითოული სანტიმეტრი ქართული მიწის შემოღობის, თვითოული გაწაცებული ქართველის, თვითოული მოკლული ქართველის სანაცვლოდ გადაუხდის მწარედ ჩვენი ხალხი ბუნებრივია და ის ანაკლის სპორტის გამოყენებული იქნება ამისთვის და შესაბამისად ეხლა კრემლმა მიიღო ზომები იმისათვის, რომ ჩაბლოკოს აღნიშნული პროექტები და ვინაიდან ეს ხაზარაძე ბედის დაცინვით თუ ბედის ობიექტური წესებით მოხდა როგორც მსხვილი ასე ვთქვათ ფინანსური სპონსორი და დონორი, რომლის ორგანიზაცია ვიმეორებ მანჰეტენზე და ლონდონზეა აკრედიტაცია მიღებული და რა თქმა უნდა ნდობა აქვს, შეტევა მიიტანა სწორედ აი ამიტომაც მასზე, ანუ შიდა და გარე ფაქტორების მსხვერპლი გახდა ხაზარაძე, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება რომ თლად ეხლა ნუ მიუძღვნით ამ არა, ეს უბრალოდ მაინტერესებდა ყველა სტუმარს ვეკითხები, იმიტომ რომ ეს არაა ხო ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები და ასეთი ტიპის განცხადებები გვესმის, მით უფრო რომ მერე ირკვევა რომ 2008 წლის რაღაცა გადარიცხვების საქმეს ეხლა იძიებს პროკურატურა, ანუ აქ იკითხება რაღაც პოლიტიკური ამბები, ამიტომაც დაგისვით ეს კითხვა. ეს არის ეს რუსებში იყო ესეთი გამოთქმა სალდაცკაია პრიჩინა. 2007 წლის კი არა, კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა მარტო გრიგოლეთი ფოთის მონაკვეთის მშენებლობიდან 750 მილიონი წაიღეს სახში. მოიპარეს პირდაპირ ის კრედიტი, რომელსაც მძიმე ბრალდება ბატონშალვა ეს თუ მათ პირადად მძიმე ბრალდება თქვა ამ ხელა თანხაზე როცა აკეთებთ განცხადებას რომ პროკურატურაშია ინგა მასალები არა ხო მაგრამ პირადად მასალები ამას გეკითხები მძიმე ბრალდება კი არ არის ჭეშმარიტება ობიექტური თავისი პირით ნათქვამი პროკურატურაშია მასალები 750 მილიონი მიიტაცეს მიითვისეს დონეცკიდან ჩამოიყვანეს ვითომ სამუშაოების შემსრულებელი რომელიც არ არსებობდა ობიექტური და გაიქცა და 750 მილიონი წაიღეს სახში იმ სხვა მილიონებზე აღარ საუბრობ რაც იშოვეს პრემიერობითა და მინისტრობით და გუშინ იცით რა მოხდა? აი ის რა ქვია ქუმსიშვილის ბიზნეს სტრუქტურებს უკან დაუბრუნა პროკურატურამ ამოღებული დოკუმენტაცია ბოდიშის მოხდით. იმიტომ რომ ეს ფიგურები თავიანთი ბიზნესით სხედან ივანიშვილის გემოვნებაში ასრულებენ მის სტრატეგიას, არც მოსკოვიდან არ არის დავალება რომ ახლა კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი არ წარმოადგენენ ახლა ისეთი პროექტების განმახორციელებლებს რომ რაღაცა სტრატეგიული საფრთხე შეუქმნან რუსეთის სამხრეთ აკვატორიას და შესაბამისად მათ ყველაფერი ეპატება. გინდა მილიარდი წაიღე, გინდა ნახევარი საქართველოს გაწყვიტე. თავარია აი ამ ტროას ცხენის, აი ამ საერთაშორისო კრიმინალის
აი ამ საქართველოს უკვდავი დაუძინებელი მტრის მონა იყო, მას დაემორჩილო, მის ბიზნესს ხელი შეუწყო, მილიარდები აშოვინო და შენს რაც გინდა გააკეთე, ეს ქვეყანა არის მათი გეჯა. მე დიდი ხანია თქვენთან ინტერვიუ არ მქონია, შესაბამისად ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, როგორ შეაფასებთ აი ყველაზე მთავარ თემებს, მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში არის აქტუალური. აი მაგალითად თავისი მოსამართლეების თემით დაწყებული, ოცნების შიდა დაპირისპირებით დამთავრებული. გისმენთ? მოგახსენებთ. მოკლედ მოგახსენებთ და თან ვეცდები რომ გითხრათ გამოსავლის ჩვენეული რეცეპტებიც, რა თქმა უნდა, ეხლა ფაქტობრივად ვერ გავშლი, იმიტომ რომ თვითოული თემა მოითხოვს ძალიან დეტალურ მსჯელობას და მრავალსაათიან თუ არა, კი არა, მრავალთვიან მსჯელობას და ასე ვთქვათ დიალოგს, მაგრამ მოდიალოგე და მომსჯელე არავინ არ არის და დაგვრჩა ეს სივრცე, მათ შორის ერთ-ერთი თქვენი გადაცემა, სადაც უკვე მრავალი წელი აღარ ყოფილი ვარ და რომ მომანატრეთ თავი და როგორც იქნება მეღირსა დღეს. მოკლედ, ქართული სახელმწიფო არის ყდომის პროცესში. ამ მოკვდინების ორგანიზატორი და მთავარი სუბიექტი და დამნაშავე გახლავთ ეს პიროვნება, ისევ და ისევ იქ მივდივართ, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტულად განსაზღვრული ერთი ბიზნეს ინტერესი და მეორე პოლიტიკური ინტერესი. ორივე ერთმანეთს უკავშირდება, იმავდროულად სხვადასხვა ამოძრავებელი ფესვებიც აქვს. პირველი, საშინაო ინტერესი, დააკმაყოფილოს კრემლის მოთხოვნა იმისათვის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები საბოლოოდ ჩამოცილებული იქნას ჩვენგან, გადაიღობოს სოფლები, ქალაქები, გზები, სათესები, სათიბები, ისე რომ არავითარი პრობლემა ოკუპანტებს არ შეექმნას და ესეც მოხდა. მან გამოიყვანა ჯარი, სპეცრაზმი, სნაიპერი, მძიმე ტექნიკა, ყველაფერი გამოიყვანა ადგილიდან და მოსახლეობა დატოვა მძევლად და აი მუბედურებაში იყო და მეთანხმებით, რომ მის მოსვლამდე ბარდერიზაცია არ მიდიოდა და იყო გაჩერებული ყველაფერი, თუმცა ახლა მე წინა ხელისუფლებას არ ვაქები, მათ თავიანთი ცოდვები ეყოფა, რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა ამასობაში მანაკეთოს აქ თავისი ბიზნესი, ყველა სფერო, ყველა დარგი, საბანკო, სამრეწველო, სამშენებლო ჩაიგდოს ხელში და შესაბამისად საგარეო პოლიტიკაც ააწყობს ამის მიხედვით. აი ახლა დღეს გამოვიდა ირანის პრეზიდენტი როუჰანი, ჩემი ძველი მეგობარი 90-იანი წლებიდან ახლა ბევრს არ ეხსოვება, მაშინ ვიყავი მიწვეული ირანში, როცა ეგ იყო უშუალობის საბჭოს მდივანი, პრეზიდენტ რაფსანჯანის დროს, შემდგომ მოიწვიეთ აქ თბილისში იყო ჩამოსული, ძალიან განათლებული თეოლოგია, მანჩესტერის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ რა თქმა უნდა ირანული ფუნდამენტალიზმის ერთ-ერთი იდეოლოგია და პრეზიდენტია ბოლოს და თავისი არც თუ ისე ჯანსაღი ინტერესები აქვს ჩვენს მიმართ, მათ შორის გამოვიდა და თქვა, რომ საქართველო და ამიერკავკასიაში არსებული რესპუბლიკები იყო ირანის ტერიტორია და ჩვენის უსამართლოდ 205 წლის წინ დავკარგეთო. მთელი ფილოსოფია იმაშია, მეგობრებო, რომ თბილისში როცა შენდება კორპუსი, 70% ირანელები ყიდულობენ. და ეს სამართლებრივი სივრცე შეუქმნა ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ რომ მისი ბიზნესი, სამშენებლო ბიზნესი ვერ ასე ვთქვათ, ვერ მოიცავს მთელ ქართულ კლიენტურას, სადა გვაქვს ბიზნესის კერა პურის ყიდვის და წამლის შეძენის საშუალება რა აქვს ადამიანებს და უნდა მოიწვიონ უცხოეთიდან და ჩამოვიდეს ეს ხალხი, ჩამოსახდნენ ეს პირდაპირ ირანის საგარეო პოლიტიკა იყო, რომ წადით საქართველოში და ამისათვის კარები გაუხსნა ფართოდ და ერთ-ერთი ქვეყანა ვართ სანქცირებული ირანის გარშემო, რომელსაც უვიზო რეჟიმი აქვს ამ ქვეყანასთან. ესე იგი, ავღანეთს აქვს უვიზო და ჩვენ გვაქვს და ერაყს აქვს უვიზო. დანარჩენი სანქციებში ეს ქვეყანა მოქცეული არ უშვებენ თავის ტერიტორიაზე. ამ როგორ? რა გინდა თქვა, ეხლა როცა ამ განცხადებას აკეთებთ, რა სიტყვთ, ბატონო შალვა? რომ არ შემოუშვათ ეს სავიზო რეჟიმი დაწესდეს, სავიზო რეჟიმი, რომ შეწყდეს ირანელთა ექსპანსია საქართველოში, რათა 50 წლის შემდეგ აქ ირანულმა დასახლებებმა არ მოგთხოვონ ირანული ავტონომია, ან საქართველოს შეერთება ისფაჰანთან და შირაზთან. ესე იწყებოდა აფხაზური სეპარატიზმი მე-19 საუკუნიდან, ასე იწყებოდა ოსური სეპარატიზმი მე-20 საუკუნიდან, ასე იწყებს ივანიშვილი თავისი ბიზნესისა და მილიარდების გამო საქართველოს გაყიდვას პირდაპირ უბნებში, კორპუსებში, ბინებში, ჩვენს თვალწინ. დამას უყურებთ, ასე მიყიდა საქართველო ბიძინა ივანიშვილმა თურქეთს იმისათვის, რომ ქართული პროდუქცია არ გამოვიდეს, არ იწარმოებოდეს ტკბილის ჯაგრისი, ტკბილის პასტა, ქართული მარშის ნარატივი გაქვთ ეხლა, მათი მოთხოვნები რაც გაისმის ხოლმე ძირითადად რაღაც მსგავსი მესმის ეხლა თქვენგან. ვისი ნარატივი ნიგა? ქართული მარშის ნარატივი თქო, ანუ მოთხოვნები რითაც გამოდის ქართული მარში არ შემოუშვათ ირანელები, არ შემოუშვათ თურქები, არ შემოუშვათ ეს მე შემიძლია გითხრათ ის, რომ 20 წელია ჩვენ ვიბრძვით ქართული მიწების გაყიდვის წინააღმდეგ
ეს იცის თელმა მსოფლიომ, იციან ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა და ამ კურსს ვაგრძელებ და თუ ვინმე ამ კურსში შემოგვერდება და მხარს დაგვიჭერს კი არა, საქართველოს დაუჭერს მხარს, ჩვენ მხოლოდ მივეცალმებით და ბატონო შავა, სასამართლოებზე მაინტერესებს თქვენი პასუხი. დაგისვით მე უკვე. შესაბამისად დავამთავრებ ინგა. ესე იგი, სამ რეგიონალურ გველეშაპზე გაყიდა ივანიშვილმა საქართველოს, რუსეთზე, ირანზე და თურქეთზეც გაყიდა და მისცა მათ გარანტია, რომ არც კარტოფილი მოვა საქართველოში, არც ხახვი მოვა, არ გასაღდება და მათი პროდუქცია შემოვა ნულოვან რეჟიმში. იმისათვის, რომ Turkish Airlines-ის აქციები შეეძინა ძალიან ხელსაყრელ ფასად და გამختარიყო ამ უდიდესი მსოფლიო ავიაკომპანიის აქციონერი. ეს არის უბედურება, რაც ჩვენ გჭირს. ეს უკვე პოლიტიკა აღარ არის. გადახედეთ ნებისმიერ სფეროს. რა ხდება თუნდაც სპორტში? კაი, დავანებო თავი ამაღლებულ ღირებულებებს, ვიცით იქ რა ხდება. სპორტში რა ხდება? სპორტსმენები გადააქციეს ზონდერებად, მასწავლებლები გადააქციეს არჩევნების გამყალბებლებად და დღეს ის სპორტსმენები უკვე არა მარტო პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს უსწორდებიან ფიზიკურად, არამედ ერთმანეთს დაერივნენ, იმიტომ რომ 63 სპორტული ფედერაცია შექმნეს, მათ შორის ბალახის ჰოკეის, ყინულის ჰოკეის, თქვენ გაგიგიათ ჩვენი გუნდი ამ სფეროში სადმე დადიოდეს და 10 მილიონობით დოლარი გაიცემა ბიუჯეტიდან იმ დროს, როცა აგერ ხალხია გვეხოცება და როდესაც მივიდა რუსთაველი ბიჭი მიიყვანეს მეზობლებმა და ძმაკაცებმა და უთხრეს ვერ არის კარგა უკურნალეთო, არ დაიტოვეს წინასწარმოსხოვეს ფული და ძმისშვილი მოკლა 13 წლის რუსთავში მთელი ქვეყანა იწვება. ეს არის ივანიშვილის ჯანდაცვა საყოველთაო. აი ეს არის ადამიანზე ზრუნვა და აი ეს არის ადამიანების გადარჩენა. სიკვდილი მოაქვს ამ კაცს ყოველდღე. სამუშაო ადგილები კი არ მცირდება მეგობრებო, სამუშაო ადგილები იწვება. დღეს კიდევ დაწვეს ვაგზლის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ბაზრობა და თქვენ ახავთ ძალიან მალე იქ რამხელა კარფურის ფილიალი აშენდება. პრეზიდენტი ადანაშაულებთ მიზან მიმართულად წავენ ამ ბაზრობებს ამას ამბო? მიზან მიმართულად, რა თქმა უნდა, აბა რა წავს ბიძინა ივანიშვილის სტრუქტურები წავენ იმისათვის, რომ მე რა კარფური გაიხსნას და ივანიშვილის კომპანია გაიხსნას. აგერ პრეზიდენტის სასახლე დაითრია ახლა, არ შეუშვა ახლა დარჩეული ეგრეთ წოდებული ვაი პრეზიდენტი, ახლა უკვე ფიქრობს იქ გახსნას კარფური, გახსნას საკუთარი სურათების პირადი გალერეა, თუ რამე საკუთარი ბიზნეს სეგმენტი. ანუ აი როგორც სახელმწიფოს და ჩვენ გვუყურებს, ისე უყურებს ქონებას, მიწას, შენობებს და აგერ ვაი პრეზიდენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, ხო? ესეთ ყოლას არ ყოლა ჯობია. ქალბატონი გამოვიდა, ჯერ გაიყვანეს ძალით, გაყალბებით, მოსყიდვით, ხახვით, კარტოფილით, რა ვიცი, ყველაფრით, ხო? და გამოდის და ანგარიშაბარებს საზოგადოებას და ამბობს, რომ კლარინეტი ვიყიდეთო. ესე პრეზიდენტი კლარინეტით არის დაკავებული მაშინ, როდესაც იქ ხალხს გვიხოცავენ და გვტაცებენ და უნდა დადიოდეს და გაეროს წინ იჯდეს, კარავი ედგას და ეწეროს, რომ შეწყვიტეთ საქართველოს ოკუპაცია. აი ეს პრეზიდენტი და ნუ ერთადერთი პოზიტივი, რასაც ვერ წავართმევ, მან თავისი გერი დანიშნა საკუთარ მრჩევლად და ამით დაამსხვრია საკაცობრიო მითი ბოროტი დედინაცვლის შესახებ. კი ბატონო, მაგრამ სხვა გერებმა, სხვა შვილებმა, სხვა ხალხმა ამ თვალანთებულმა უნიჭერეს ნახალმოქმედება სამსახური ვერ უშვევია და ერთადერთი გზა არის საზღვარგარეთ გაქცევა და იქ მონად მუშაობა ვიღაც თურქის პლანტაციაში. გასაგებია. მადლობა. როდესაც ჭყონდიდელი და დავითი მსჯელობდნენ, როგორ დაეწყოთ საქართველოს აღორძინება და კითხა დავითმა, რით დავიწყოთო? ღირსება დაუბრუნებ ხალხს, დიდო მეფეო, უთხრა ჭყონდიდელმა. ღირსებას ართმევენ ჩვენ ხალხს ყოველდღე. ართმევენ ღირსებას პოლიტიკურად, არსებენ სოციალურად, ეკონომიკურად, სივცისებულად, ტერიტორიულად, სუვერენულად და ღირსება აყრილი ხალხი, რა თქმა უნდა, იოვლის სამართავია მათი ჭკუით და რა თქმა უნდა, მათი საკუთარი ტრიალი მათი გაგებით იოლია, მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ქართველ ხალხს მოთმინების უსაზღვრო უნართან ერთად აქვს მრისხანების ძალიან დიდი პოტენციალი, რომელიც მსოფლიოში არსებული ყველა ატომური ბომბის მუხზე ძლიერია. და მე და შენ ინგა რამდენი თავრობის შეცვლას მოვეწარი და რამდენი შევცვალეთ? 2, ხო? კიდევ ბევრს მოვესწრებით. იმედია რომ მესამესაც შევცვლი და საქართველოს ამ გველეშაპისგან გავათავისუფლებთ. აი ეს არის ერთადერთი გზა. მე მინდა მოვიწოდო პოლიტიკურ პარტიებს, მეგობრებო, ეს ძალიან კარგია, რომ ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს პროპორციული საარჩევნო სისტემისათვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს საშინელი სისტემა მოიცნოს. აბა რა არის მაშინ საჭირო? ქუჩა და ქუჩა. გავიდეთ ქუჩაში და არ დაბრუნდეთ სახში, სანამ ივანიშვილი
და მისი ბანდა არ აღმოჩნდება გლდანის იზოლატორში. აი ეს არის საქართველოს გადარჩენა. დიდი მადლობა ბატონო. დანარჩენი ყველაფერი არის ლაილაი. ან გადავიდეთ საქმეზე, ან გასაგებია ყველაფერი, რომ ჩვენი თავი გვიყვართ საქართველოში და არა საქართველოს ჩვენ თავში. ეხლა თუ ჩვენი ქვეყანა დარჩება ივანიშვილსა და სააკაშვილის შორის საჯილდაო არენად, მაშინ ვერასოდეს ამ ჯადოსნური წინიდან ვერ გამოვალთ. მაშინ ყოველთვის ივანიშვილი გაიმარჯვებს ერთი ხმით. იმხელა ბოროტებას წარმოსახავს იმ ძველი რეჟიმის ხელმძღვანელისგან. ამიტომ სააკაშვილიც უნდა მიხვდეს, რომ არის დრო მოსulis, არის დრო წასulis. ის უნდა მიხვდეს, რომ ვეღარ მოახდენს ვარდების რევოლუციას, ვეღარ შევა იგივე მდინარეში, ყვავილებით პარლამენტში და სხვადასხვა და არ შეუშალოს ხელი პოლიტიკურ პროცესს. დიდი მადლობა. რა ეს სიმახინჯე მოაწილოს ჩვენ ხალხს. მადლობა, წარმატებას გისურვებთ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან. მინდა ვისურვო, რომ შემდგომი ჩართვა ჩემი ყოფილიყოს ივანიშვილის გარეშე. საქართველოს ივანიშვილის გარეშე. ისე საინტერესოდ მოთარგმნა შალვა ნათელაშვილმა ბოროტი დედინაცვლის ზღაპარი, რომ შეუძლებელი იყო თავის შეკავება. მადლობა ბატონო შალვა, დაგემშვიდობებით ასე მოთარგმნა, რომ მითი გაიმსხრაო ბოროტი დედინაცვლის შესახებ, იმით რომ საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა საკუთარი გერი დანიშნა ადმინისტრაციაშიო. ხო, ნუ შალვა ნათელაშვილი თუ ითხოვდა ამას. მარტო საკუთარი ოჯახის წევრები დაინახოს. მთელი ქვეყანა მისი ოჯახი. ყველა მისი შვილია, ყველა ახალგაზრდა. ამიტომ მათში უნდა ეძებოს პირველ რიგში. მადლობა დიდი. მიხედავთ საკუთარ ოჯახს. საკუთარ ოჯახების მიხედვა უნდათ გახსნან არასამთავრობო ორგანიზაციები, წავიდნენ და დაასაქმონ ოჯახის წევრები იქ და არა ჩვენი ბიუჯეტის ხარჯი. მოკეთ ნახოთ როგორ განვითარდება დედინაცვლების და ბოროტი დედინაცვლების ამბები რეალობაში ნახვამდის გემშვიდობები.